მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დღეს შემოგიერთით საბავშვო რუბრიკით, რომლის ფარგლებშიც ვაპირებთ საუბარს იმაზე, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ სასკოლო არდადეგების სწორად. მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხანში დაიწყება ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი პერიოდი, როდესაც შესაძლებელია, რომ მათ ყოველდღიური რუტინა ცოტა ხნით დაივიწყონ და თავისუფლებაში გადაეშვან. თუმცა ამ დროს ჩნდება მშობლებში მთავარი თავსატეხი და ეს გახლავთ ის, თუ როგორ შევინარჩუნოთ დასვენების, გართობისა და შემეცნების განვითარების ბალანსი ამ პერიოდში. სწორედ ამ თემაზე უფრო ვრცლად და დეტალურად ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად, ასე რომ წარმოგიდგენთ ქალბატონ ლელა ტყეშელაშვილს, ფსიქოლოგს, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია. ქალბატონ ლელა, გთხოვთ მობრძანდეთ და მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. ყოველთვის საინტერესოა თქვენთან საუბარი. იწყება ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდი, როგორც უკვე აღნიშნე, მშობლებისთვის განსაკუთრებით რთულია ხოლმე ეს პერიოდი და რთულია რა კუთხით. საინტერესოა, რა ხდება ბავშვების ტვინში. მაშინ, როდესაც ეს რუტინა უნდა დაივიწყონ, დილას ადრე შეუძლიათ აღარ ადგნენ, საათები არ გაატარონ წიგნებთან და საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, მოდი ვთქვათ, შეუძლიათ გაატარონ ესეთი რუტინის გარეშე. როგორ მოქმედებს ეს ბავშვებზე? დიახ, მოგესალმებით. ძალიან კარგი შეკითხვით ვიწყებთ. პირველ რიგში იმით, რომ როგორც წესი მართალი რომ გითხრათ, უკითხავთ არდადეგების შემდეგ როგორ ჩადგეს ბავშვი კალაპოტში და ესეთი ინტერვიუები მქონია და ყოველთვის მithქვამს, რომ უმჯობესია არდადეგებამდე დაიგეგმოს და ეს დაგეგმვაც იცით რა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი უნდა ვაწვალოთ, ერთი დაგეგმვი და მეორე დაგეგმვაზე გადავიდეთ და მეორე რაც მომეწონა თქვენს კითხვაში და ძალიან გონივრული არის, მართლაც განსხვავდება თუ არა ბავშვის ტვინის, დასრულის ტვინისაგან და ნამდვილად განსხვავდება. თუმცა დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა ზოგადად დასვენებასა და შრომას შორის ბალანსის დაცვის, უფროსებსაც არა? და მით უფრო ბავშვს. და ეხლა მოდი ძალიან მარტივად რო ვთქვათ, რით განსხვავდება ბავშვის ტვინის დასრულის ტვინისაგან. ბავშვის ტვინში ჯერ კიდევ ჯერ ბავშვსაც ხო ასაკს მნიშვნელობა აქვს, არა? ჩვენ გულისხმობთ ალბათ დაწყებითი კლასების ბავშვებს, იმიტომ რომ მერე უკვე ასე ვთქვათ მომწიფება ნერვული სისტემის კიდე სხვანაირად მიმდინარეობს. სწორედ აი ეს აღმასრულებელ ფუნქციას ვეძახით, როცა ბავშვს თვითონ შეუძლია დაგეგმვა, თვითონ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, თვითონ შეუძლია თავისი ემოციების მართვა. ეს ნაწილი ჯერ კიდევ მომწიფებული არ არის. ამიტომ მშობლები შეჩეულები არიან, რომ თვითონ უნდა დაუგეგმონ ეს დღე და ესე ვთქვათ, მით უმეტეს არდადეგები. მაგრამ რაშიც მე ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით და თქვენც ალბათ იცით, რომ ესე არ არის, რახან ამისთვის მომიწვიეთ, რომ აი ის რომ დამთავრდება რუტინა და გადაეშვება ბავშვი ესე ვთქვათ ურუტინობაში და მოდი შევთანხმდეთ იმაში, რომ დასვენება არ უნდა იყოს ქაოსი. მოდი ამით დავიწყოთ. და რუტინა არ უნდა იყოს წამება. ამიტომ მოდი რა სიტყვა შევარჩიოთ. იცით, ჩემი აზრით უკეთესია რომ რაღაც გარკვეული რიტმი შეინარჩუნოს ბავშვმა, მაგალითად აძინების, მაგალითად კვების და აღმოჩნდა მე ჩემდა სამარცხინოდ არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება, რომ თავისუფალი დროის ქონა ყოფილა ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება ბავშვის. აი ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ რო საუბრობთ, ამბობთ რომ მას აქვს განათლების უფლება, ჯანმრთელობის ასე. თავისუფალი დროის უფლებაც აქვს ბავშვს და მოდი ეს უფლება კარგად გამოვაყენებინოთ და შევთანხმდეთ, რომ ორი რამ ჭირდება მას. ჭირდება მოდი რუტინა, დაძაბულობა ეს სიტყვები რო არ გამოვიყენოთ, მოდით სტრუქტურა დავარქვათ, სტრუქტურა ცხოვრების, სტრუქტურა და თავისუფლება და ორივეს აქვს თავისი, ესე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი როლი და თავისი ფუნქცია. მე დავშალოთ მე ნაწილებად. ეთერს მიღმავს საუბრობდით რამდენიმე ქვეყნის მაგალითი მითხარით თქვენ, სადაც ეს ხანგრძლივობა, ასე ვთქვათ, ზოგ ქვეყანაში მეტია, ზოგ ქვეყანაში ნაკლებია. დაახლოებით 2 თვეზე მეტი გამოდის, ხო, 3 თვემდე? 3 თვე გამოდის ჩვენს ქვეყანაში, კი. აი ამ პერიოდში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ისევ საწყის ასაკზე გვაქვს საუბარი, მშობლების ჩართულობა. თქვენ თქვით, რომ ეს რუტინა არ დავარქვათ, მაგრამ რაღაცა მაინც უნდა გავითვალისწინოთ, ხო? რა დროს დასვენება, რა დროს შემეცნება
იხსნება და ასე შემდეგ. ბევრჯერ გვისაუბრია იმაზეც, რომ არ არის აუცილებელი დასვენების დროს ბევრი დავალება მისცენ ბავშვებს, რომ მთელი დასვენება გაატარონ დავალებების მომზადებაში, მაგრამ აი ეს ბალანსი სად არის? ესე იგი, მე ვიცი, რომ ჩვენი მსმენელების კრიტიკას დავიმსახურებ ალბათ. რის თქმას აპირებთ? რის თქმას ვაპირებ და იმის თქმას, რომ საშინაო დავალებები და ზოგადად ბევრი დავალება ფორმალური სწავლების მიღმა უკვე ძალიან პოპულარულად აღარ ითვლება. მოდი ფრთხილი ვიქნები ამ შემთხვევაში და ის ქვეყნები, რომლებმაც აი ამ დიდი დოზის დავალებებზე თქვეს უარი, აღმოჩნდა, რომ მოდი რა ვქნათ, ფაქტი ჯიუტია, რომ ბავშვები, რომლებიც სკოლაშივე მუშაობენ, აქვთ ძალიან ზომიერი საშინაო დავალებები და ზოგადად დავალებები უკეთეს შედეგებს აღწევენ შემეცნების თვალსაზრისით. ეს უკვე კვლევის მონაცემებია დიდი ხნის და ფინური სკოლა და ასე შემდეგ არის ამის მაგალითი. ეხლა მეორე რაზეც თქვენ ბრძანებდით, არ დადეგები მართლაც დამაინტერესა ის სწორედ თქვენი კითხვის შემდეგ და აი ეგ მოწვევის შემდეგ რომ საქმის კურსში ყოფილიყავი და არის ქვეყნები სადაც დაახლოებით ამდენია 12 კვირამდე არ დადეგები და სულ 1-2 აღმოვაჩინე, არის ქვეყნები სადაც არის 8 კვირა, არის 7 კვირა და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა როგორ დავაბალანსოთ ეს ყველაფერი ჩვენ როგორ შევხედოთ ამ ყველაფერს. ჩემი თხოვნა არის როგორც ესე ვთქვათ უკვე ამ გზა გამოვლილი მშობლის ფსიქოლოგობასაც რო თავი დავანებოთ, რომ არ დადეგების სწავლის გაგრძელებად არ განვიხილოთ და ახალი სასწავლო წელი არ დავგეგმოთ ამ 3 თვის განმავლობაში. ეს ერთი. და მეორე, თვითონ სწავლის პერიოდში დასვენების კულტურა, დასვენების, ესე ვთქვათ, ღონისძიებები და აქტივობებიც არ გამოვტოვოთ, რომ ეს ესე რადიკალურად არ განსხვავდებოდეს ერთმანეთსაგან ეს ორი პერიოდი. მაგრამ ფაქტი ჯიუტია, რომ სწავლის პერიოდში ბავშვი არის, ესე იგი, სუშეფასების ქვეშ რეალურად, ხო? კოგნიტური აქტივობა, ანუ შემეცნებითი უფრო დიდხანს მიმდინარეობს. ეს რუტინა მართლაც არსებობს და წრეებზე დააკვავს ძალიან ბევრზე ჩვენი შვილები და აქაც ზომიერება რა თქმა უნდა საჭირო არის და საჭიროა ნამდვილად არ ვიცი 3 თვე რამდენად არის ამისათვის საჭირო და აუცილებელი, მაგრამ ნამდვილად საჭირო არის, რასაც ჩვენ გადატვირთვას ვეძახით, ანუ ძალების აღდგენა, რესურსების აღდგენა და მე მინდა რომ ახალბედამშობლები დავამშვიდო ამ თვალსაზრისით, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ტვინმა შეწყვიტა მუშაობა. ტვინს აქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა სტრუქტურა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, მოდი ვთქვათ, რომ ვასვენებთ ერთ ნაწილს, რომელიც არის უფრო მეტად შემეცნებასთან დაკავშირებული და ვააქტიურებთ მეორე ნაწილს, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანის შემოქმედებითობა, ადამიანის ინტუიციურობა, საკუთარი თავის მართვა, საკუთარი დროის დაგეგმვა, სოციალური უნარების განვითარება, ოჯახთან დროის გატარება, მეგობრებთან ურთიერთობა. აი ეს ყველაფერი არ არის უმნიშვნელო და უკვე დრო არის, რომ სწავლისადმი დამოკიდებულება შევცვალოთ, რა არის სწავლა, ჩვენ გონია, რომ ფორმალურ გარემოში ინფორმაციის მიღება არის. მაგრამ ეხლა ძალიან პოპულარული არის განათლების მეცნიერებებში გამოცდილებით სწავლა. ანუ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ესე ვთქვათ სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციით კი არ ვსწავლობთ, არამედ ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ არის, შეიცავს აი ამ კოგნიტურ ინფორმაციას და ჩვენ გამოცდილებით, გაცილებით უფრო შესისხორცებულად, გაცილებით უფრო მნიშვნელოვან რაღაცებს ვსწავლობთ, ფუნქციურ უნარებს ვსწავლობთ, ესე ვეძახით ჩვენ ყოველდღიური საქმიანობისათვის საჭირო ცოდნას. ხშირად ხდება, რომ არ ვიცით, სად წავიღოთ სკოლაში ნასწავლი, კროსვორდი შევავსოთ ამით, იმესთან თავი მოვიწონოთ, თუ აი 12 წელი რასაც სწავლობ, ჩვენ არ ვიცით, სად წავიღოთ, ხო? ამიტომ აი ეს ბალანსი რაში მდგომარეობს? აუცილებლად ფიზიკური აქტივობა, თქვენ ცეკვაზე და სპორტზე რო ატარებდით, ეს არ არის, ანუ ბავშვების ხედან ხოლმე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ბევრი ფეხით სიარული, თუნდაც ლაშქრობები და გასვლა ჩვენ ყველგან წერია სხვათა შორის, რომ ხარშთეფექტური აქტივობები თანხებთან არის დაკავშირებული, თქვენ 3 თვე რომ ბავშვი ესე ვთქვათ გაართოთ, თან ჩემი თხოვნა არის, რომ ბავშვების ანიმატორებად ნუ გადავიქცევით, იმიტომ რომ ბავშვს ჭირდება არაფრის კეთებისთვის დრო, რომ თვითონ მოიფიქროს, რა გააკეთოს. მშობელი როგორც კი დაინახავს, რომ ბავშვი არაფერს არ აკეთებს, იმ წუთში ცდილობს, რომ რაღაცით გაართოს, ხო? თუმცა მივცეთ ჩვენ ტვინს საშუალება მოწყენილობის, რომ ამ მოწყენილობის
შემთხვევაში თვითონ მოიფიქროს რა გააკეთოს. ამაზე უფრო ღირებული არაფერი არ არის. ძალიან საინტერესოა. ცოტა მაღალ ასაკზეც რომ ვისაუბროთ, ბანაკები ამ პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქტივობა, ასე ვთქვათ. რა როლი აქვს ბანაკებს, იმიტომ რომ საერთოდ იცვლიან ხო გარემოს, ახალ ადამიანებს იცნობენ, ბავშვების განვითარებისთვის რა მნიშვნელობა აქვს? ბანაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ აი რომ ვფიქრობდი რომ აი ჩვენთან სამი თვე და არც ერთ მშობელს არ აქვს ახლა დედებიც მუშაობენ, მამები წავიდა ის დრო, როდესაც ვიღაცას მთლიან ბებიებით და ბაბუებით და ესე თქვა წავიდა ის დრო, როდესაც ვიღაცას სულ ეცალა ბავშვისათვის 3 თვის განმავლობაში და როცა წავიკითხე რომ ზოგიერთ მართლაც განვითარებულ ქვეყანაში უკვე გამოცდილება დაგროვებულია, რას აკეთებენ ამ 3 თვის განმავლობაში, ყველგან ეწერა რომ დღის ბანაკები სხვათა შორის არა მხოლოდ სადღაც გაშვება და ასე შემდეგ. თვითონ სკოლების ბაზაზე არის ხოლმე შექმნილი. მე მოვუწოდებ ახალგაზრდებს, მე მყავს ბევრი სტუდენტი სხვა უნივერსიტეტში, რომლებმაც შექმნეს სახლის სკოლები, შექმნეს ესე იგი პროექტები მოიფიქრეს, სადაც ოჯახები ერთად გადიან და ასე შემდეგ. რაც უფრო მეტი გვექნება ჩვენ ამის საშუალება, მით უფრო ბუნებრივად, ესე ვთქვათ, მოვახერხებთ აი ამ პერიოდის გატარებას. ეხლა რა არის დადებითი, თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ, რომ არის ახალი ურთიერთობები და აუცილებლად მშობელი უნდა იყოს საქმის კურსში, როგორი ზრუნვის ხარისხია ბანაკში. იმიტომ რომ ბანაკი თავისთავად პანაცეა არ არის, ჩვენ ძალიან ხშირად ვიცით, რომ აქ არის ბულინგის შემთხვევები, კონფლიქტის შემთხვევები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ კარგად კომპეტენციები ამ თვალსაზრისით ბანაკის ხელმძღვანელს აქვს და რა დოზით ჩაერიოს ბავშვების დამოუკიდებლობაში ესეც კარგად იცის და საერთოდ სასურველია რომ ამ ბანაკებში ცალკე მეცადინეობები დაეთმოს ურთიერთობებს და კონფლიქტის მოგვარებას და კონფლიქტის თავიდან აცილებას. და მე აუცილებლად უნდა ვთქვა რომ ესე იგი თვითმოვლის უნარები, ფუნქციური უნარები, როდესაც მას სჭირდება რომ თვითონ ჰიგიენის წესები დაიცვას, თვითონ დაგეგმოს თავისი კვების რეჟიმი, თავის დაძინების რეჟიმი, აი ეს დამოუკიდებლობის ხარისხი არის უმნიშვნელოვანესი. და თუ შემეცნებითი იქნება მაგალითად პროფესიის არჩევა, ან სპორტული ბანაკი, ხელოვნების ბანაკი, ამაზე უკეთესი რა არის. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო როგორც ყოველთვის თქვენთან საუბარი. წარმატებებს გისურვებთ თქვენ და მშობლებსაც და იმ ბავშვებსაც, რომლებიც ემზადებიან სასკოლო არდადეგებისთვის. მაქვს იმედი, რომ ეს რჩევები, რომელიც ქალბატონმა ლელამ გაგვიზიარა, გამოგადგებათ. გემშვიდობებით და ყველას წარმატებულ დღეს გისურვებთ.